ლოგიკას საერთოდ არ ვეძებ მათ განცხადებებში, მათ პოზიციებში და არც იმის პროგნოზი შემიძლია რა ტიპის რაღაც ვითომ სასჯელი შეიძლება მოიფიქრონ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამართლებრივი სივრციდან ეს ხალხი ძალიან დიდი ხანია გასულია. ჩემთვის ფაქტია, რომ როგორც ელენეს შემთხვევაში, ისე სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევაში ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ეს ხალხი დაიჭირეს, არის მათი აქტიურობა, მათი წინააღმდეგობაში მონაწილეობა და პოლიტიკური ანგარიშწორება ამ ადამიანების წინააღმდეგ. ელენეს შემთხვევაც არის ზუსტად ეგეთი შემთხვევა. მე მაქვს აი რა ვიცი ფოტოები ბევრი ტელეფონში ჩვენ ოფისთან რა რეებს აკეთებდნენ წლების განმავლობაში. ბოლოს მაგალითად წინა საარჩევნო პერიოდში ისე გადააწითლეს იქაურობა, რომ დღესაც ისეა დატოვებული, გვერდით სადარბაზოს კარია, რომელიც საერთოდ არ ეკუთვნის ჩვენ ოფისს და ისიც დააზიანეს. დეკემბრის აქციების დროს კოალიციის ოფისში 50-ზე მეტი ბანდიტი შემოვარდა და ხალხის სიკვდილის პირას მიიყვანეს და არც ერთი ესეთი შემთხვევა. არა მარტო ეს, ჩვენ გვახსოვს ოფისის აფეთქებები, ოპოზიციური პარტიების შევარდნები ამ ოფისებში. სამწუხაროდ მოვლენები ისე ვითარდება, რომ დრო ცოტა შეზღუდული მაქვს და ამიტომ მინდა რომ ამ კითხვას უპასუხოთ. აი, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და ზოგადად რას უკავშირებთ ელენეს ლევან ხაბეიშვილის დაკავებას? ეს არის გზავნილი სხვების მიმართ, რომ დაუშვათ არ გაბედონ და 4 ოქტომბერს ქუჩაში არ გამოვიდნენ, თუ ეს არის მართლაც რაღაც ვაჭრობისთვის შესაძლოა ემზადებოდეს ბიძინა ივანიშვილი? აი, თქვენ რას უკავშირებთ? ის რომ ტყვეებით ვაჭრობს ივანიშვილი, ეს ახალი არ არის ამ ქვეყანაში, ეს არაერთხელ მომხდარა, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან. პოლიტიკური პატიმრები არ ვიცი, რაღაც გაუგონარ ვაჟკაცობას აჩვენებენ და არ აძლევენ შესაძლებლობას ივანიშვილს, რომ ივაჭროს მათით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით მას ეს ეხლა არ გამოზდის. მეორე, მართალი ხართ, ეს არის იმისთვის გაკეთებული, რომ ვიღაცები შეაშინონ, თუმცა მთავარი რაც აი განსხვავებით იმისგან, იმ მარჩიელობისგან რა შეიძლება ქნას ივანიშვილმა, ზუსტად ვიცი რას ვაპირებთ ჩვენ რომ გავაკეთოთ და ვერც ერთი ეს დაკავება, ვერც ერთი ეს ადამიანების ტყვეება თაყვანა ვერ მიაღწევს თავის მიზანს. ვერავის ბრძოლაზე ხელს ვერ ააღებინებენ. ახალი არ არის ჩვენთვის ლიდერების დაკავება. დღემდე 4-3 ლიდერი ციხეში იყო და დღეს მეოთხეთ მიემატა. ჩვენ აბსოლუტურად გაცნობიერებული გვაქვს რა ბრძოლაში ვარ და ვიცით რომ დაიჭერენ ერთს პროტესტის დროშას ხელში აიღებს მეორეს დაიჭერენ, ამას გააკეთებს მესამე. იმიტომ რომ ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის საერთო სახალხო წინააღმდეგობა ამ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ. ამიტომ თუ ივანიშვილმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ ცალკეული ადამიანების დაკავებით მიზანს ვერ მიაღწევს, დღეს მერე კიდე კარგად აუხსნით და კიდე კარგად ვაჩვენებთ, რომ არათუ ვინმეს აშინებს ეს დაკავებები. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის და ვიცით, რომ ამ ბრძოლას აქვს ერთადერთი დასასრული და ეს დასასრული არის ივანიშვილის სრულად ჩამოშლა, მისი დამხობა, მისი პოლიტიკური დასრულება და ქართველი ხალხის გამარჯვება. სხვა დასასრული ამ ბრძოლას ვერ ექნება. შეუძლებელია უბრალოდ. მოკლედ მიპასუხეთ, რას ელოდებით ელენესთან დაკავშირებით, გიგა? ელენესთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ? მოკლედ რომ მიპასუხოთ. ელენეს რა მუხლითაც წაუყენეს ბრალი, კარგად ვიცით, სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლია, რაც გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, განზრახ, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოიტანა, ესეთი შინაარსის მუხლი არის. იქამდე იყო მეგი, რომელსაც გამოუცხადა ელენემ სოლიდარობა და მეგისაც იგივე მუხლი აქვს და მე ვიცი კიდე ბევრი სხვა შემთხვევა, რომელიც ესე საჯარო არ ხდება, მაგრამ სხვა ადამიანებს უყენებენ ამ მუხლს იმისთვის, რომ მათზე მოახდინონ ზეგავლენა, პოლიტიკური ზეგავლენა. მას დატოვებენ პატიმრობაში, თქვენი აზრით? არ ვიცი, არ მაქვს წარმოდგენა, არ ვიცი რა სიზამს რეჟიმი. 48 საათში უნდა ჩატარდეს სასამართლო და იქ უფრო ვითომ სასამართლო, რომ სადაც უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი რეჟიმის მოქმედებების შესახებ, არ ვიცი რას მოიმოქმედებენ, ზუსტად ვიცი ჩვენ რას ვაპირებთ და ჩვენ ვაპირებთ, რომ ჯოჯოხეთად უქციოთ პოლიტიკური ცხოვრება პირადად ბიძინა ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს. რუსული რეჟიმი არის ისეთი სუსტი, როგორც არასოდეს აქამდე, არის ჩამოშლის პირას მისული. ყველა ჩვენი აქტივობა, ყველა ჯერზე, როცა ბევრი ხალხი გამოდის, არის კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. არ გავტყდებით ჩვენ, გატყდება რეჟიმი. ამას ვაპირებთ.